თბილისში ალექსანდრეს ბაღში უსახლკაროებისათვის კარავი გაიშალა. კარავს უკვე 10 ადამიანმა შეაფარა თავი, რომელთაც საცხოვრებელი არ ჰქონდათ და ღამეს ღია ცის ქვეშ ყინვაში ათევდნენ. უსახლკაროებს დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღმოუჩინეს. საყოფაცხოვრებო ნივთებით კი მათ თბილისელები ამარაგებენ. 61 წლის დარეჯა ნანიაშვილი უკვე რამდენიმე დღეა უსინათლო მეუღლესთან ერთად ალექსანდრეს ბაღში გაშლილ კარავში ცხოვრობს. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქალბატონი ღია ცის ქვეშ 5 თვის წინ დარჩა მას შემდეგ, რაც ბინის ქირა ვერ გადაიხადა. კარავში დაბინავდა აფხაზეთიდან დევნილი თამას ჭანტურიაც. ხან სასტუმროში ვიყავთ, ხან ესე კარკასბინაში ვიყავით, ხან ესა და ახლა მოსახლეობაში და ახლა ქირათ მინდა და არაგინ არ მაქირავებს. მაგიანად ვინ გაიგიშვებს ქირაზეო. გუშინ ღამეს სასაფლაოზე ვათენებ მთელი დასვა ამერიკის საერთაშორისო გვერდით არის ჩვენი სასაფლაო. იქანე ზაღლი მყავს და იქანე ვათენებ ფეხები გაყინული, ხელები გაყინული. უსახლკაროებისთვის კარავი წელს პირველად გაიშალა. იდეა სამოქალაქო აქტივისტებსა და საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ს ეკუთვნით. თავდაპირველად კარავში 3 ადამიანი დაბინავდა, თუმცა 19 დეკემბრის შემდეგ მათი რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ახალმა ხელისუფლებამ ერთის მხრივ დროებითი თავშესაფარი სასწრაფო წესით გამოყოს ამ ადამიანებს, რათა ზამთარში ისინი არ გაიყიდნენ, ხოლო მეორეს მხრივ ბიუჯეტში იქნეს გათვალისწინებული სათანადო რაოდენობის თანხები, რათა დაიწყოს სოციალური საცხოვრისის მასიურად მშენებლობა, ანაც იქნეს გამოყენებული საამისო დისადმინისტრაციული შენობები, რომელიც ამ ეტაპზე არ არის ათვისებული. უფლებადამცველმა დაჯიცაგურია უსახლკაროების დახმარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ წელს ყინვისგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ მათ არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეხმარება. შეშის ღუმელი, ტანსაცმელი და საჭმელი კარავში მცხოვრებლებს რიგითმა თბილისელებმა მიაწოდეს. უმთავრესია, რომ ქვეყანაში და ჩვენს დედაქალაქში შეიქმნას თავშესაფარი ადამიანებისთვის, რომლებიც ღია ცის ქვეშ ყინვასთან არიან ერთ-ერთი დატოვებულები და არის საფრთხე იმისა, რომ შარშანდელი ტრაგედია, რაც მოხდა, რომ ადამიანები ქუჩაში გაიყინენ, იგივე განმეორდეს ახლა. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ზურა ბუტიაშვილის თქმით, უსახლკაროებს პერიოდულად სასწრაფოს ექიმი გასინჯავს და საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოშიც მოათავსებს. თავშესაფრისთვის საჭირო შენობით უზრუნველყოფა მერიის პრეროგატივაა, თუმცა თბილისის მერიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. გავაკეთებთ მორიგეობა სამედიცინო ასეთი მოძრავი პუნქტს გავაკეთებთ, სადაც იქნებიან მუდმივად იქნებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ასევე პირველად დახმარების მედიკამენტებით იქნებიან უზრუნველყოფილი. რაც ეხება შემდგომ მათ განთავსებას, ეს ალბათ უფრო არის შემდგომი მსჯელობის საგანი. ბუტიაშვილმა უსახლკარო მოხუცებს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანაც შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო. ალექსანდრეს ბაღში კარავი ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფამდე იქნება გაშლილი.